თქვენ იცით რომ ყველაფერი მუნიციპალიტეტმა მოიშორა და გადავიდა ჩვენი მოსახლეობის გადასახდელია ეს ყველაფერი, ამიტომ მისახედია ეს მიმართულება. Tadyanis Gamziri, როდესაც დაერთია მისამართზე დღეიდან ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრების ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავენ. ახალი შტაბის პრეზენტაციას ნაძალადევის რაიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა სამუშია დაესწრო. პრეზენტაციაზე მან შტაბის ხელმძღვანელი მარიკა ჯინჭარაძე წარადგინა. სამუშიამ დღესვე ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენა თავისი მობილური ტელეფონის ნომერი და პირობა მისცა, რომ ყველა მათ ზარს უპასუხებს. ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის იქნება ნაძალადევის მოსახლეობის ინტერესების დამცველი პარლამენტში. საარჩევნო შტაბი ყოველ დღე დილის 10 საათიდან შუაღამემდე მიიღებს მოქალაქეებს. ნაძალადევში ოფიციალურად იწყებს ფუნქციონირებას ჩემი საარჩევნო შტაბი. პირადად ჩემი მიზანია, რომ ნაძალადევს, თემქას, სამზონას, ლოტკინს საქართველოს პარლამენტში ყავდეს წარმომადგენელი, რომელიც იქნება თითოეული ამ რაიონში მცხოვრების უფლებების დამცველი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ ჩემს ტელეფონის ნომერს, რომლის მეშვეობითაც თითოეული ნაძალადეველი პირადად დასვავს შეკითხვას ან ეტყვის საკუთარ დეპუტატს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მას აწუხებს. ჩემი ტელეფონია 5 91 91 16 16. კიდევ ერთხელ ვიმეორებ 5 91 91 16 16. ცხოვრება გაძევების მოლოდინში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართი და 80